სიმღერა და თოლში გრიალიო, როგორ იყო ეს სიმღერა ჩვენს ეთერში შემოსვლამდე, მოკლედ თოლში გრიალი ჯერ კიდევ შესაძლებელია სეზონიდან გამომდინარე და ზამთრის სპორტის სახეობებს დღევანდელ გამოშვებაში ასევე რა თქმა უნდა შევეხებით და ცენტრალური ამ მხრივ იქნება ფიგურული სრიალი დილამშვიდობისა კახასთან მოგესალმები კიდევ ერთხელ მოგესალმებით ვიფასო მეგობრებო კი ჯერ ზამთრის სახეობები სპორტის არ დასრულებულა ტარდება რამდენიმე ტურნირი რა თქმა უნდა სხვადასხვა სახეობებში თუმცა ჩვენთვის ყველაზე საინტერესო არის როგორც ჩვენ არაერთხელ აღვინიშნავს ბოლო წლებში განსაკუთრებით ძალიან წარმატებული ფიგურული სიგურეობა ყავს ევროპის ჩემპიონები ასევე ოლიმპიადაზეც რა თქმა უნდა ვიცე-ჩემპიონები და ასევე დღეს რამდენიმე გუშინ დაიწყო ტალინში ესტონეთის დედაქალაქში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში იუნიორთა შორის იუნიორები ასპარეზობენ და ყოფს ორი წარმომადგენელი 16 წლის ინგა გურგენიძე და 18 წლის კონსტანტინე სუპატაშვილი და წარმატებით გამოვიდნენ პირველ დღეს გურგენიძე მოკლე პროგრამაში მეხუთე შედეგი აჩვენა 64.28 მიასედიქულა მიმდინარე სეზონში ეს პირადი მიღწევა 8.2 მიასედიქულით გააუმჯობესა და მოკლე პროგრამაში ასე ვთქვათ წარმატებული გამოსვლა აგვიტოვებს იმის იმედს რომ თავარი გამოსვლის შემდეგ მედლებისთვის შეძლებს ბრძოლას ქართული გოგონა ევროპელთაგან მხოლოდ ისრაელის წარმომადგენელს ჩამორჩა ამ ხუთეულში სოფიო შიფრინს დანარჩენი ლიდერები კი იაპონელები არიან ისევე როგორც ოლიმპიადა საერთოდ იაპონური ფიგურული სიგურეობა არ ნახულ აღმავლობას განიცდის აქაც პირველი დღის შემდეგ სწორედ იაპონელები ლიდერობენ, მეწინავეობენ და პირველ მეორე ადგილზე სწორედ ისინი არიან, მესამე ადგილზე ავსტრალიელი მოციგურავია. რაც შეეხება გოგონათა თავისუფალ პროგრამას, ხვალ გაიმართება შაბათს 7 მარტს და საუკეთესო 24 სპორტსმენი იქნება ჩართული. სულ გოგონათა ტურნირზე 50 მოციგურავე იყო, 24 გავიდა და მათ შორის როგორც უკვე აღნიშნეთ გურგენიძეცა უძლიერეს მეოთხე ექვსეულში სრიალებს ანუ ბოლოსკენ ხვალ და მედლებისთვის ბრძოლაში ალბათ ერთ-ერთი კონკურენტი იქნება ლიდერებთან. რაც შეეხება კონსტანტინე სუპატაშვილს, ისიც გადავიდა მოკლე პროგრამის შემდეგ თავისუფალ პროგრამაში 21 შედეგი აჩვენა სუპატაშვილმა ამ ეს კონსტანტინესთვის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ. დღეს გაიმართება ვაჟთა თავისუფალი პროგრამა პირველ ექვსეულში სრიალებს სუპატაშვილი ასე რომ წარმატებები ქართულ ფიგურულ სიგურეობას და დღეს მოასპარეზე როგორც სუპატაშვილს ასევე ხვალ გურგენიძე როგორც უკვე აღნიშნეთ ხვალ იასპარეზებს ასე რომ იუნიორთა შორისაც ყავს წარმატებული მოციგურავეები ეს რა თქმა უნდა არის ეს ორი მოციგურავე ქართული ფიგურული სიგურეობის ეგრეთ წოდებული ხვალინდელი დღე როგორც ცნობილია აქ ამ სპორტის სამსახიობაში ადრეული ასაკიდან ხდება უკვე ასე ვთქვათ ვეტერანის ასაკში გადასვლა 21, 22, 23 წელი უკვე თითქმის ესეთ ვეტერანის ასაკს ნიშნავს აგერ 23 წლის არის იგივე ლუკა ბერულავა 23 წლის არიან სხვა და ცოტა უფრო უმცროსების კიდე რომლებმაც წელს ოლიმპიადაზე გვასახელეს ასევე ევროპის ჩემპიონატზე ასე რომ გურგენიძე სუპატაშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავთ მომდევნო ოლიმპიადაზე ჩვენი იმედი ეს ორნი და კიდევ არიან მოდიან როგორც ვიცით მათ შორის ესტონეთის გამოცდილებად მათ უნდა დაეხმაროს კიდევ იმ მაღალი პედესტალის შენარჩუნებაში, რასაც ასე მოულოდნელად რა თქმა უნდა. დავეუფლეთ. მოკლედ ტალინში გრძელდება იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში და თოვლი სიცივე და ყინული ტალინს არაკლია და ჩრდილოეთის ამ ქვეყანაში მოკლედ
კარგი გარემოც არის, შესანიშნავია და შენ რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა ტალინიდან და ზედმიწევნით იცის რა როგორი სიტუაცია. საერთოდ ესტონეთში და ბალტიისპირეთში ზოგადად ძალიან პოპულარულია ზამთრის სახეობები. იგივე ჰოკეი, რიგის დინამო ყავდა ძალიან ძლიერი გუნდი საბჭოური პერიოდის მანძილზე. ლატვიას და ასევე მოციგურავეები, თქვათ, იგივე მოთხილამურეები ძალიან დიდი წარმატებები არ ქონიათ, მაგრამ პოპულარულია საკმაოდ, არის ამის ხელშემწყობი. ლოგიკურია, ბუნებრივი მხარეა და ხო ბუნებრივი პირობებიც ამ ყველაფერთან ერთად, იმიტომ რომ ზამთარში საერთოდ სხვა კლიმატია და სხვა გარემოა. მოკლედ შესანიშნავი სივრცეა და იმედი დავიტოვოთ, რომ ტალინური გამოცდილება მათი უმაღლესი ქულების და უმაღლესი რანგის სპორტული ციგურაობაში მათი სპორტული მიღწევების კიდევ ერთი კარგი გამოცდილება იქნება. ახლა გადავიდეთ სპორტის იმ სახეობაზე, რომელსაც სიცივე არც უყვარს და როგორც წესი დახურულ სივრცეშია, ტატამი სჭირდება, კიმონო და ეგ არის. ძიუდოს გულისხმობ რა თქმა უნდა. ისე დახო ღია სივრცე ქართულ ჭიდაობას. ქართულ ჭიდაობას, კლასიკურს. კი, ნახევრზე ჭიდაობას, კი. რაც შეეხება ძიუდოს, შევახსენოთ ამხანებს, რომ ზუსტად 2 კვირის შემდეგ 20 მარტს თბილისი არენაზე ტრადიციული ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირი თბილისის გრან სლემი აიღებს სტარტს 20, 21, 22 მარტი ძიუდოს მოყვარულებს შეეძლებათ იხილონ ძალიან საინტერესო ორთაბრძოლები, თუმცა კი საქართველოს ნაკრები რომელიც სრულად იყენებს მასპინძლისთვის მიცემულ კვოტას ძიუდოისტების რაოდენობის გამოყვანაზე გადახალისებული შემადგენლობით იქნება არც ერთი ლიდერი არ იჭიდავებს თბილისის გრან სლემზე, სულ კი 41 ძიუდოისტი გავა საქართველოს ნაკრების სახელით. მიეცემა ჩანსი თავის გამოჩენის. კი, რა თქმა უნდა, ეს ტურნირი, ასეთი ტურნირები, ასეთი რანგის გრან სლემი საკმაოდ მაღალი დონეა ძიუდოში და ასეთ საერთაშორისო ტურნირზე ახალგაზრდა ძიუდოისტის მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მის კარიერულ წინსვლას, ზრდას ხელს უწყობს თუ არა საათ თბილისში ქართველი ახალგაზრდა ძიუდოისტი უნდა განვითარდეს. თანში ნაურკედლებშია, ფსიქოლოგიური ელემენტი აქ არის. და ესეც ასევე მინდა აღნიშნო, რომ გარკვეულწილად ესეთი არის აზრი, რომ რატომ გადაწყვიტა გუჯეჯიან საქართველოს ნაკრების სამშობლო შტაბმა გადახალისებული შემადგენლობის გამოყვანა. მიზეზი ალბათ არის ის, რომ ზუსტად ერთ თვეში, ანუ თბილისის გრან სლემიდან ერთ თვეში თბილისი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, ასევე ძიუდოში. 16-დან 19 აპრილისამდე და კი ერთი თვეა დრო თვითონ არის, მაგრამ ვაიდა ტრამვა მიიღოს ვინმე რაღაცა იყოს, ამიტომ ბევრი ფაქტორია. მით უმეტეს რომ ჩვენ მადლობა ღმერთს ამ ხრივ რეზერვები გვაქვს, ამ ხრივ შესამოსმებელი აღმოსაჩენი დასაკვირვებელი არაერთი ადამიანია და ამაზე უკეთესი საშუალება რაღა უნდა იყოს, ხო? სამწვრთნელო შტაბისთვის. ჭიდაობა ზოგადად საქართველოს ეროვნული სპორტის სახეობაა, ქართული ჭიდაობიდან მიდიან ძიუდოში, იგივე სამბოში, მართალია სამბო არ არის ოლიმპიური სახეობა, თუმცა კი საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ბევრი წარმატებული სამბისტი ყავს, ასევე ჭიდაობა, ქართული ჭიდაობის საფუძველია იგივე კი განსხვავებული. კი ბატონო, რომაული, თავისუფალი, ძიუდო, სამბო, ამ ყველაფერში ზოგადად მოჭიდავეები მრავლად ყავს და ყველაფერში ჩვენთვის საფუძველთა საფუძველია ქართული ჭიდაობა, ეს გენეტიკური კოდია, ტყილა არ არის იუნესკოს მიერ აღიარებული, მთელი მსოფლიოს თვალსაზრისით ეს არ არის მხოლოდ უბრალოდ, ასე ვთქვათ, ფიზიოლოგიური სპორტული მონაპოვარი, ეს არის კულტურული მონაპოვარი, რომელიც გენეტიკაშია და სწორედ ეს მოქმედებს რა. და ამიტომაც ქართული ჭიდაობა იუნესკოს ჩვენ გვისაუბრია ამაზე არაერთხელ, როგორი უცნაურია, რომ თქვათ, თავისუფალ რომაულ ჭიდაობაში თუ არ ვწდები მეტი წელი რაღაცა დასავლეთის მხარეზე მოდის. აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალური რაიონი ხო საერთოდ გორი, ქართლი, კახეთი, აი ეს სივრცე არის მექა ჩემპიონების მე რაოდენობაზე ვამბობ, თორე ზოგადად საქართველოს კი რაოდენობაზე ვამბობ, ყველაზე მეტი ჩემპიონი ამა თუ იმ მიმართულ, ამა თუ იმ, არ ვიცი, ევროპის იქნება, მსოფლიო იქნება თუ სხვადასხვა რაოდენობრივად მე მგონი სწორედ ქართლში არიან ისინი თავმოყრილნი რა. ქართლი ეხლა ბოლო პერიოდი დასახ რაჭაში, რაჭიდან მოდიან ძალიან ბევრი ამბროლაური, იგივე
იმერეთიდან, აჭარის რეგიონიდან ზოგადად საქართველოში რა თქმა უნდა ეს ჩვენი ტიტულების ხრივ ლევან თედიაშვილი კახეთიდან ხო მოვლენა იყო მსოფლიო დონის მსგავსი ეხლა რომ მქონია იგივე უცხოელებთან საუბარი ამ ვინც იცის და ვისაც უნახავს ლევან თედიაშვილი იყო მოვლენა რომელსაც არ მისცეს საშუალება რომ მესამე ოლიმპიადა მოიგო მოსკოვში არაჭიდავეს იყო ძალიან ესეთი სუბიექტური და სუბიექტური მოსაზრებები რატომ არ დააყენეს მისთვის მესამე ოლიმპიადაზე თედიაშვილი აჭიდავეს მოეგო ხო აჭიდავა ეს ილია მატე დონეცკელი და გახდა ის ოლიმპიური ჩემპიონი ანუ გაამართლა მაშინ იური შახმურადოვი იყო მთავარი მსმენელი მას პირადი ასე ვთქვათ ინტერესი ამოძრავებდა ლევან თედიაშვილის მიმართ როდესაც ეს ამთავრებდა კარიერას ლევან თედიაშვილი იწყებდა და ბოლო ტურნირზე იჭიდავეს და ლევანმა გუდურას ავიდა წინ და ესე წაგებული წავიდა ჭიდაობა ეს და ხო როდესაც ის გახდა მთავარი მსმენელი აი ესე იძია შური ვთქვათ რომ იქ კიდე არის რაღაც გადმოცემით როგორც ცნობილია და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ეს სხვა გადავუხვიეთ ზოგადად ჭიდაობა კი გეთანხმები ზაზა როგორც საუბრით დასაწყისში აღნიშნე რეზერვი გვაქვს ძალიან დიდი საბედნიეროდ იმიტომაც არის რომ ძალიან ბევრი ქართველი ასე ვთქვათ მამლუქებს უწოდებენ ახლა რომლებიც ჭიდაობენ სხვადასხვა ქვეყნის სახელით წარმატებითაც ჭიდაობენ იმ ქვეყნების მარტო შერაზადაშვილი რაზღის რომელიც არის ესპანეთის ნაკრების ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი ესპანური ძიუდოს ისტორიაში აქედან წასული იქ აქ ვერ ხვდებიან ბევრნი ვერ ახერხებენ კონკურენციას ვერ უძლებენ და იქ უცხოედან მიწვევა აქვთ რომ ოღონდ ჩამოდით აქ და პირობები ყველაფერი სწორედ ქართული ჭიდაობა არის იმ ფენომენის არსი, კვანძი და მიზეზი რომლითაც ჩვენ სოფლიოში გვაქვს დომინაციის შესაძლებლობა სპორტის ამ სახეობებში ქართული ჭიდაობა ვისაც უნახავს ქართული ჭიდაობა ჯერ თვითონ რაინდული ჭიდაობა იქ არის ნიუანსები მაგალითად მუხსროდადებს მოწინააღმდეგე იქ წყდება ორთაბრძოლა ანუ წაქცეულზე და ვთქვათ იქ არა ორიენტაცია დაკარგულზე არ მიდის ვთქვათ შეწოლა ხო ფეხზე უნდა დადგეს უნდა მისცე რომ ფილმებში გვინახავთ ვთქვათ იქ როდესაც ხმალს გადაუგდებენ ან თქვათ იქ შპაგაზეა ხო რომ არ კადრულობენ ისე რომ აი დაახლოებით მსგავსი ის ეხა სუმო ვიცით ყველამ ხო ძალიან ესეთ სანახაობრივი სახეობა ორთაბრძოლის ქართველები ძალიან ბევრი და თუმცა ქართულ ჭიდაობას ეს ელეგანტურობის კუთხით ან თქვათ რაღაც ესეთი მიმზიდველი სანახაობის ხრივ მე ვერ შევადარებ ვერც სუმოს და ვერც ყაზახური ჭიდაობა ძალიან ბევრი ჭიდაობებია რომლებიც ტარდება საერთაშორისო ტურნირები ქართულ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი ჩემი აზრით უნდა ტარდებოდეს იყო რამდენიმე მცდელობა როდესაც ფალავნობა ჩატარდა და იგივე ყაზახეთიდან იყვნენ ჩამოსულები მოჭდავეები კონკურენცია ვერ გაუწიეს რა თქმა უნდა ქართველებს მაგრამ თავისუფლად შეიძლება არაფრით არ ჩამორჩება ქართული ჭიდაობა ჭიდაობის სილამაზით იგივე ძიუდოს სამბოზე აღარ მაქვს საუბარი ქართული ჭიდაობა არის ერთ-ერთი ულამაზეს ნახევრზე როცა მიდის შენ ახლა უფრო მეტად ხარ ჩართული და უფრო მეტი გეცოდნება მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვგზნობთ რომ ის შეიძლება იმდენად ტოტალურად არ არის გავრცელებული მთელი საქართველოს მასშტაბით როგორც შეიძლება იყოს გავრცელებული იმიტომ რომ ჩვენ შეხვედრი არაერთ ადგილას არის რკინის ტრიული კარკასის სპეციალური ღია დარბაზი არ ვიცი რო კონსტრუქცია ეს ბოლო წლების ხო მაგრამ ესეც არ არის ტოტალურად ყველგან გავრცელებული რა არ არის კი სადღაც ესეც მეტი წელი რაც მინახავს უფრო აღმოსავლეთ საქართველოში 14 წლის წინ დაიწყო ვიხმარ ამ ტოტალურად აი ესეთი ტიპის ღია დარბაზები გადახურული ღია დარბაზების მშენებლობა და თითქმის ყველა რაიონში, ყველა მუნიციპალიტეტში და სოფლებშიც გაიხსნა ეს, სადაც მე მაგალითად ავეს არის გახსნას მის კაკაბეთში. კაკაბეთში, სადაც ძალიან ბევრი ხალხი მივიდა ჩატარდა სპორტული დარბაზი. აი ღია დარბაზია, ანუ გადახურულია, თორე ღია არის, დიდი საჭიდაო ნახევრზე და მარტო ჭიდაობისთვის დამახასიათებელი. მარტო ჭიდაობის არ გამოიყენება, იქ ბევრი რაღაც შეიძლება გადახურული შუაში სცენაა და წრეზე მაყურებელთა ესეთი ტიპის ნაგებობები ძალიან ბევრი გაიხსნა, ძალიან ბევრი გაიხსნა ქართული ჭიდაობის შედარებით მაშინდელი პრეზიდენტის გელა ბერუაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში
და მიეხედა ამ ხრივ, თუმცა კი ეს უფრო აღმოსავლეთ საქართველოს ქართლს და კახეთს უფრო ჭიდაობა კი დასავლეთში იმართებოდა ხოლმე, მაგრამ ეს ჩემს ბავშვობაში რომ იყო თქვა ყოველ სოფელში იყო იქ გამოკრული იყო აფიშა რომ აი ამა და ამ დღეს გაიმართება ჭიდაობა და ჩამოდიოდნენ ხოლმე ძალიან ბევრი ცნობილი მოჭიდავეები ნაკრების წევრები იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრების მონაწილეობდნენ იყო იგივე ჯემალ მჭედლიშვილი ევროპის ჩემპიონი სამბოში ჭიდაობდა მე მინახავს მისი ჭიდაობა ძალიან ბევრი ცნობილი მოჭიდავეები იყვნენ რომელთაც ეს იყო ერთგვარი როგორ გითხრა სანახაობა არ იყო მაშინ იმდენი თქვა კომპიუტერი ტელევიზორი არ ქონდა ჭიდაობა ეს იყო სანახაობა რომლის გოლისაც დაკავებული ხალხი რომლებიც თქვა ქალაქებში მუშაობდნენ ჩადიოდნენ რომ ამას დასწრებოდნენ ხო ესე ძიუდოზე საუბარი რომ დავასრულოთ დღეს ლინცში ავსტრიის ქალაქ ლინცში იწყება პრესტიჟული ტურნირი ზემო ავსტრიის გრან-პრი ასეთი შეჯიბრება და 11 ქართველი ჭიდაობს შეიძლება ითქვას უძლიერეს შემადგენლობით არის ჩასული ჩვენი ნაკრები 10 ვაჟთა ტურნირზე ერთი კი ქალთა ტურნირზე გვეყოლება ვტოვებთ ერთ წონას 60 კილოგრამ წონით კატეგორიას დღეს 60-ში და 66-ში გამოვლინდებიან ჩემპიონ პრიზიორები თონიკე გიგაური და ვაჟა მორგველაშვილი ჭიდაობენ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხვალ კიდევ ორ წონაში გაიმართება შეჯიბრება 73-სა და 81-ში ხვალ სამი ნაკრების ჩვენი ნაკრების წევრი ჭიდაობს ლაშა ჟავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი 73-ში და 81-ში ზაურდვალაშვილი და ტურნირი 8 მარტს დასრულდება ბოლო სამი მაღალი წონა ჭიდაობს 90-100 და მძიმე 90 კილოგრამში ტატო გრიგალაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი, 100 კილოგრამში ილია სულამანიძე გავა და მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი. ხედავთ როგორი შემადგენლობა და ქალთა ტურნირზე ერთადერთი მონაწილე სოფიო სომხიშვილი ქალთა მძიმე წონაში, ანუ 78 ზემო წონით კატეგორიაში. დღეს ხვალ ზეგ ავსტრიის გრან-პრი და შემდეგ უკვე თბილისის გრან-სლემის ჯერი დგება. ასე რომ ჭიდაობის და ძიუდოს მოყოლებს კიდევ ერთ დავამატებდი ზაზა უფრო კარგი იქნება რომ ესეთი ტურნირები სადაც ქართველები გამოდიან ხშირად უფრო იყოს სხვა ამდენი ტელეარხებია და არაფერის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს მე მგონი რომ ტრანსლირება უფლება მოიპოვოს რომელიმე ტელევიზიამ და ნუ ესეც იცი ახლა მარტივი საქმე არ არის და იდეაში გაკეთებადია ყველაფერი ჩვენ ტრადიციულად საუბრობთ ხოლმე თუ როდესაც გვემთხვევა გარკვეულ იუბილეებზე რომლებიც სპორტის სამყაროს წარმოადგენენ და ძიუდო ვახსენეთ და უნდა აღნიშნოთ რომ დღეს არის მარიამ ჯანაშვილის დაბადების დღე, რომელიც გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონი იყო და შემდეგ უკვე მოგვიანებით ახალგაზრდებს შორის სოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, რამდენადაც მე მახსოვს. კიდევ რამდენიმე იუბილეარს ჩამოვთვლი და საბოლოოდ ჩვენი იუბილეარებზე საუბარი უკვე უნდა დავასრულოთ არა ინდივიდით, არამედ იმ საფეხბურთო კლუბით, რომელიც დღეს და უკვე არსებობის დღიდან მწვერვალებს იპყრობს საფეხბურთო ჰასების მთელი დასტა აქვს მოპოვებული. მოკლედ დღეს გახლავთ ასევე ტიმ ჰოვარდის დაბადების დღე, ეს ამერიკელი მეკარე, გოლკიპერი, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგაში ასპარეზობდა, ძალიან დიდი ხანი იყო იქ, ევერტონში და საკმაოდ კარგი მეკარე იყო და სტაბილური მეკარე, ნორმალური მეკარე იყო. ცუდი ნამდვილად ამერიკის ნაკრებისთვის შესანიშნავი გამოჩვენა. ამერიკის ნაკრები პრემიერ ლიგაში მოიპოვა ძირითადი მეკარე იქნები გუნდის. ახლა კი არის ევერტონი ჩვენი საზომით უმაღლესი კლუბია, მაგრამ პრემიერ ლიგის საზომით მაშინ არც დაბლა იყო, არც მაღლა იყო. სადღაც შუაში იყო და საშუალო დონის. არა და იყო დროცა ევერტონი ევროპის პერიოდი დაემთხვა ევერტონის გაჩემპიონობას და შემდეგ ჩემპიონთა თასზე ვეღარ გამოვიდა, თორე იმ პერიოდში ევერტონი იყო მართლა რაღაც საოცარი გუნდი. კი ბატონო. დღეს ასევე იუბილარია როდრიგო ტადეი, შეიძლება ძალიან ბევრს ფეხბურთის კომაქს არც გაახსენდეს. მაგრამ სერიას მოყვარულებს ეხსომებათ და ნამდვილად გაახსენდებათ ეს სახელი და გვარი და კონკრეტულად რომას ფანებს ალბათ ცალსახად, იმიტომ რომ ეს ბრაზილიელი ფეხბურთელი ხო შემტევი
ნახევარცველი და უკანამცველი დაცვაშიც თამაშობდა. მოკლედ ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ოღონდ არა ისეთი კაშკაშა და მანათვებელი, როგორც არ ვიცი, რივალდო, რონალდინიო და ასე შემდეგ. ფეხბურთის სამყაროდან კიდევ ერთი წარმომადგენელი. კაპუ თამაშობდა მაგ დროს, აი ბრაზილიის ნაკრების ლიდერი კაპიტანი, სწორედ ის იყო რომაში თანაგუნდელი. კაფუ. კაფუ კიდე საერთოდ სხვა განზომილება იყო. და ფეხბურთელთა შორის დღეს იუბილარია ტიმო ვერნერი, რომელიც უკვე გერმანული ფეხბურთის სახე გახდათ, თუმცა საკმაოდ დიდი დრო გაატარა ჩელსიში. კარგი ფეხბურთელი, მე ძალიან მომწონდა ტიმო ვერნერი. გერმანიის ნაკრების მომწონს, კარგი ფეხბურთელი. აქტიური მონაწილე იყო, ხო? კი, მოკლედ და კიდევ ერთი იუბილარი, რომელიც არა საფეხბურთო სამყაროდან, არამედ მე მგონი ერთ-ერთი სპორტული მიმართულება სახეობა და როგორც პერსონა და სპორტსმენის გამორჩეული, ხო? შაკილ ონილის დაბადების დღეა 1972 წლის 6 მარტს დაიბადა ეს ფერადკანიანის შესანიშნავი გამორჩეული საინტერესო ყველა დროის საუკეთესო ცენტრად მიჩნეული საოცარი შესაძლებლობებით. და დაასრულა 2011 წელს. რა დრო გასულა, ხო? კი, ნუ შაკილ ონილის მსგავსი ცენტრი არ ვიცი, ხა კი არის აგერ ნიკოლა იოკიჩი, კალათბურთი სხვა არის, ახლა რა თქმა უნდა, სხვანაირი გახდა კალათბურთი, ხა იოკიჩი ცენტრია, მაგრამ სამქულიანებსაც კარგად ისვრის, პასებსაც კარგად არიგებს. ნომინალური ცენტრი არ არის პირა. კი, ცენტრია, მაგრამ ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მაშინ კალათბურთი სხვა იყო და სხვანაირ კალათბურთს თამაშობდნენ, ხა მიდი საუბარი ხოლმე, ხო, აი ეს გუნდი მე მახსოვს 92 წლის ბარსელონის ოლიმპიადაზე Dream Team-ი რასაც და საიდანაც მოდის სახელწოდება, ეს აოცრება, ხო, ეს გუნდი. და ჩემს წარმოდგენაში მართლაც ოცნების გუნდი არის აი ეს გუნდი, რაც იყო ეს, მაიკ ჯორდანის და იგივე შაკილ ონილის და რა ვიცი, ყველა იყო პრინციპში, ხო? ნუ ეს ადამიანი აი პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით მართლაც იყო გიგანტი, საკალათბურთო გიგანტი, ხო? კი. 2.16 სიმაღლეში, ხო? ყველა პირდაპირ თუ ირიბი. არ ვიცი. 2.16 სიმაღლეში და მე მგონი 130 კილოგრამს ცდებოდა წონაში 140-მდეც, არ ვიცი. 100 ცდებოდა ეს მახსოვს. და კალათბურთელობის მერე, რავი, რეპერიც იყო და ანალიტიკოსია ახლა NBA-ში, ხო? ანალიტიკოსია, კი, ძალიან კარგი და ხო, ნუ მოკლედ შაკილ ონილი ლეგენდა იყო, ლეგენდა დარჩება. თალსახად. ადრე უყურებდი ხოლმე ტელევიზიით იყო იგივე ჩარლზ ბარკლისთან ერთად და ავი ლეგენდებთან იმ პერიოდის ლეგენდებთან ერთად ანალიტიკა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობენ ხოლმე. იცი რა არის, აი ძალიან საინტერესო ანალიტიკა აქვთ ხოლმე ყოფილ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, კალათბურთელებს. კი, საინტერესო, მაგრამ ძალიან ბევრ საკითხს მიკერძოებული. ეს გასაგებია რომ მიკერძოებული აქვს, მაგრამ იცი ისი თქვა მინდა რომ პირობითად ჩემი დაკვირვებით, ხო? ნუ 20 ფეხბურთელიდან აი 5 იქნება, რომელიც კარგ ანალიზს მოახერხებს, მე ისეც რომელიც აი ეს თქვა მედიისთვის და მსმენელთან საკომუნიკაციო ენაზე გადმოსცემს, თორე შეიძლება იმას ძალიან კარგად ესმის ნიუანსები და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფერს ისე ვერ დაგიღეჭავს, ხო? აი მაგალითად პარალელი მინდა გავავლო ხა შენ რა თქმა უნდა გამომდინარე დავით ყიფიანი იყო ბრწყინვალე ანალიტიკოსი. დავით ყიფიანს კარიერის დასრულების შემდეგ მიყავდა პირველ არხზე თბილისის პირველ არხზე სტაჟიან გულშემატკივარს ემახსოვრებდა საფეხბურთო გადაცემა. აი ეს ხდებოდა ხოლმე მის მიხედვით ჯერ განათლებული ადამიანი იყო ძალიან, რა თქმა უნდა ფეხბურთში ზედმიწევნით კარგად ერკვეოდა, კარგი მწვრთნელი იყო. ფეხბურთელი ხო საერთოდ ლეგენდა იყო და მისი მონაყოლი და მისი გადმოცემა თქვა განხილვა მატჩების იყო ის თუ თქვა წინა სამატჩო აი აბსოლუტურად ყველაფერი ერთ-ერთზე ჟდებოდა ხოლმე იყო რამდენიმე გადაცემა როდესაც დავით ყიფიანმა და ვლადიმერ კუცაევმა ერთად წაიყვანეს მისეული ყავდა კუცაევი რამდენიმე სტუმართან ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა ეს გადაცემა რომელიც დავით ყიფიანს მიყავდა მაგრამ აი ეს იყო ერთ-ერთი ასე თქვათ ნიმუში იმისა თუ როგორ შეიძლება დიდი სპორტსმენი გახდეს კარგი ანალიტიკოსი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი არის გადმოცემის. შეიძლება ვიღაცა ანალიტიკოსი გახდეს, შეიძლება ვიღაცა უბრალოდ მიმომხილველი. ვიღაცა შეიძლება საერთოდ რობერტო ბაჯოზე ვისაუბროთ. შეიძლება მოგესწრეს საერთოდ. ნუ რობერტოს იქ სხვა ის. საერთოდ ფეხბურთი არ მაინტერესებს, ხო?
ტრაქტორზე ვზივარ და ჩვენ ფერმას მოვლიო. ხო, მაგრამ ის საბედისწერო პენალტი რო გაეტანა შეიძლება საერთოდ სხვანაირი დამოკიდებულება ქონოდა, ასე ვთქვათ. მოკლედ, ახლა კიდევ ერთი იუბილარი ჩვენ ინდივიდებზე საუბრობდით, ეს კი როგორც თქვი უკვე ერთ ადამიანს არ ეხება, ეს არის დღეს უკვე მთელი თაობების თვის ღირებული კლუბია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყავს კომაკთა არმია, ალბათ სწორი ვიქნებით თუ ასე ვიტყვი, მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენთანაც და ჩვენ ამ კლუბზე არაერთხელ გვისაუბრია, მართალია მე მისი საპირწონე კლუბის კომაგი ვარ, მაგრამ შენი თქმის არ იყოს ღირსეული მეტოქე და საოცარი შედეგებით გამორჩეული კლუბია, რომელსაც თავად მეფემ მიანიჭა შემდეგ უკვე სამეფო კლუბის ტიტული და ესეც ბევრ კლუბს არ ღირსებია და ბევრი კლუბისთვის ეს არ არის. მოკლედ საუბრობთ იმ კლუბზე, რომელსაც თავდაპირველად ერქვა Madrid Club de Futbol და საფეხბურთო კლუბი მადრიდი, ხო, 1902 წელს და მე უკვე ალფონს მე-13-ემ უკვე ხო დაამატა ერთადერთი სიტყვა რეალ და სამეფო კლუბად უკვე ამის შემდეგ იქცა, ხო, კლუბი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, მე უკვე მიიღო მონაწილეობა თანამედროვე ფეხბურთის მთავარ კონსტრუქციის აგებაშიც და მიყვა მისი გამარჯვებები. საერთოდ 50-იანი წლები მიიჩნევა მსოფლიო ფეხბურთში, არა მარტო რეალისტვის და თქვა ევროპული და იგივე ესპანური ფეხბურთზე, მსოფლიო ფეხბურთისთვის მთავარ გარდამტეხ პერიოდად. სწორედ 50-იან წლებში ესე იგი კონტინენტალური ანუ ევროპული საფეხბურთო ფედერაცია ჩამოყალიბდა UEFA და UEFA-მ მაშინ გადაწყვიტა აძირეული ცვლილებები იყო ეს რა თქვა FIFA ხო 1904 წელს. ხო და აი კონტინენტალური სხვადასხვა კონტინენტის ფედერაციები მე სიგულისმე რომ FIFA შექმნაში მიიღო ადმინისტრაცია მაშინდელი მადრიდის რეალის ევროპიდან მოდის რეალურად ხო ხო და პირველი ტურნირი სწორედ 50-იან წლებში ევროპის ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონთა თასი და შემდეგ უკვე ბაზრობათა თასი იყო, შემდეგ UEFA-ს თასი და მოკლედ რეალი მაგ პერიოდში არ მიიჩნეოდა არამხოლოდ ევროპის, ზოგადად ესპანეთის ფლაგმანად, საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანად არ მიიჩნეოდა მაშინ, თუმცა 1900 აი მაგ წელს 1955 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი და მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა თასზე მონაწილეობის უფლება და იქიდან იწყება უკვე რეალის ზეობის ხანა 5 წლის მანძილზე უძლიერესი კლუბი იყო ევროპის, ზედიზედ 5 ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, შემდეგ კიდე ცოტა ხნის ცოტა გარკვეული პერიოდის შემდეგ მე-6 და დარჩა. საერთოდ რეალი შიდა ჩემპიონატში სწორედ მანდრიდიდან დომინირებდა, ანუ 1954-დან 54 წლიდან 69 წლების შალით აი 14-15 წლის მანძილზე რეალი ესპანეთის ჩემპიონი გახდა 12 ჯერ. საერთოდ ეს პერიოდი ესპანეთში ცნობილი დიქტატურის პერიოდია ფრანსისკო ფრანკო. ახლა ძალიან ბევრი საუბრობს, რომ ფრანკოს საყვარელი კლუბი იყო რეალი და რეალი გახდა სწორედ ფრანკოს დროს ასეთი დომინანტი. არის ადგილობრივი ესპანელი ისტორიკოსები სხვა რამეს წერენ, რომ საერთოდ არ აინტერესებდა ფრანკოს არა მარტო რეალი, ფეხბურთი არ აინტერესებდა, მაგრამ ფეხბურთს იყენებდა როგორც ინსტრუმენტს. ხო, ეს იდეოლოგიის ერთ-ერთი თავარი არახს. თან ეს პერიოდი არის, რომ უკვე ტელევიზია შემოდის და ფრანკოს მითითება იყო, რომ ყველა საფეხბურთო რეპორტაჟი გასულიყო, შეიძლება იზაგვარად მაშინ არ იყო ესეთი აწყობილი კომუნიკაცია, ხო, რომ და ტელევიზიით ეყურებინა ხალხს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დანიშნული იყო და ანონსებული იყო ქუჩის აქციები, თქვა რაღაც გამოსვლები, აი ამ დროს ტელევიზიით ფეხბურთი რომ გადაიცემოდა, ფაქტობრივად ყველა აქცია იშლებოდა. რაც შეეხება ბარსა რეალის დაპირისპირებას, ესე იგი კულმინაციას, ესე იგი აი ამ კატალონიელებსა და კასტილ დანარჩენ ესპანელებს შორის დაპირისპირებამ სწორედ ფრანსისკო ფრანკოს პერიოდში მიაღწია. საერთოდ იყო ესეთი შეეძლო ფრანკოს, რომ ბარსელონა საფეხბურთო კლუბი, ბარსელონა გაეკრო. თუმცა ეს იყო იდეოლოგიის და მას სჭირდებოდა, ხო? აი ამ მის და აერთიანებდა ხალხს ამ შემთხვევაში მადრიდის ირგვლივ ან ფეხბურთის ირგვლივ იმისთვის, რომ საკუთარი მიზნებისთვის მიაღწია, ხო?
და ეს მარტივი მექანიზმი იყო ახალი აი იმ პერიოდში 50-იან წლებში ცნობილი ფაქტია რომ ესპანეთში იყო უმწვავესი პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი და თან ეს ტელევიზორი ყველა სახლში ხო ინდივიდუალურად არ ედგა როგორც დღეს არის იმ პერიოდში ხო ან პაბში ან სადღაც იკრიბებოდნენ მერე იყო ალბათ საინტერესო და გამორჩეული 80-იანი წლების ის მადრიდის რეალი რომელიც რა ვიცი ბერნაბეუს ეპოქას უკავშირდება და მე უკვე ახალი თაობისთვის კარგად ნაცნობი გალაქტიკო და ფლორენტინო პერესი აი გალაქტიკოს შემადგენლობა მართლაც რომ სუპერ ვარსკვლავური იყო და იმ დროს შემადგენლობიდან გამომდინარე ესენი იყვნენ ალბათ მართლაც საფეხბურთო კოსმოსის წარმომადგენლები მიუხედავად იმისა რომ იგივე ბარსელონაშიც ნაკლები შემადგენლობა იმ დროისთვის არ იყო და მე უკვე ალბათ ეს განსაკუთრებული ხანა რეალისა უკავშირდება კრისტიანო რონალდუს და ზიდანს რომელიც მწვრთნელად გონდება და დღეს აბსოლუტურად დღეს სხვა სირთულეების წინაშე არიან და აქვე მინდა ინფორმაცია მბაპესთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით რომ მბაპეს ქონდა ტრამვა და მან საფრანგეთში რამდენიც ვიცი მათ შორის საფრანგეთში ჩაიტერა კვლევა და ადრე იყო ვარაუდი რომ 3 კვირას გამოტოვებდა და ახლა საუბარია რომ ერთი თვე ხო და წარმოიდგინე ასეთი ინფორმაცია ვრცელდება რომ რეალის ადმინისტრაციას მესვეურებს არ ჯერა რომ ის ერთი თვე სჭირდება მას დასვენება იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩები ახლოვდება და უნდა რომ ითამაშონ და არა და როგორც ჩანს მბაპე ცდილობს თავი შეინახოს არ გაირთულოს და ანუ კლუბისა და ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატი. ხო, იმასაც თავისი ინტერესი აქვს. და კიდევ ერთი არსებული სირთულეებიდან გამომდინარე, ასევე სახელდება მასიმილიანო ალეგრი მადრიდის რეალის შესაძლო მწვრთნელად. და აქ საინტერესო დეტალი ის არის. ფაქტია ვერ გაამართლა, ვერ ჯერჯერობით ვერ ამართლა საუბარს. მაგრამ ნუ დრო ჭირდება და ალეგრის მე როგორც გავიგე, ორი ფეხბურთელის წაყვანა უნდა და მათ შორის ერთი არის ლუკა მოდრიჩი თუ დაბრუნდება. კარგი, ჩვენ ამასობაში ნიშნებენ საერთო დრო ამოგვეწურა სრულიად და იმასაც აღნიშნავ რომ PSG-ში ხვიჩას თანაგუნდელი ვიტინიას რეალში გადასვლას თავად ვიტინიამ წერტილი დაუსვა თქვა რომ მე არსად მივდივარ რჩები PSG-ში ნუ ასე თქვა და მე რა იქნება არ ვიცით მადლობა PSG დღეს თამაშობს ხვიჩას ვიხილავ დღეს არ გვაცლია საუბარს PSG დღეს თამაშობს და დღეს იმედი გვაქვს რომ ხო ადვილად მოახერხებენ ფონს გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგისთვის გააკეთონ სრული აქცენტი ჩელსისთან მატჩამდე ბოლო გენერალურ დღეს არის PSG მონაკო სახლში თამაშობს ხვიჩას გუნდი და 23 შენიტყვი უკვე პირდაპირ ეთერში მადლობა ნახვამდის დროებით